მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. როგორი ავტომობილია Mercedes C300 და ღირს თუ არა მისი შეძენა? გიორგი დანელია მოგუყვება უფრო ვცლად ამ ავტომობილზე. არა, აი ძალიან კარგად მიდის, მართლა ძალიან კარგად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძიმი არის ავტომობილი. რა სიურპრიზი ელის ჩვენ მაყურებელს ტოპსპიდისგან? თუ რა სიურპრიზი არის ეს? ამას გადაცემის დასრულების შემდეგ გაიგებთ. პეკინი-პარიზი კლასიკური ავტომობილების სამოყვარულო რალის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდა. ეს რალი 14500 კილომეტრს დისტანციას შეადგენს. მე ძალიან მიხარია ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება და მომავალშიც არაერთხელ გვირდებიან, რომ ისინი კვლავ ესტუმრებიან საქართველოს. სპორტული ავტომობილების გამბაჟება სიმბოლურ ფასად 100 ლარად შეგიძლიათ. არავინ არ იფიქროს, რომ რაღაც შავი ხვრელი გაჭდა, გადაზღვევის მექანიზმი არსებობს, ეს ავტომობილი როგორც კი ტექნიკურ ინსპექტირებაზე მივა და ეს პაკეტი აღარადებს, ის ექვემდებარება უკვე გამბაჟების იმ პროცედურას, რაც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს. ძალიან საინტერესო თემებით კი სტუმრად გვეყოლება პროფესიონალი დრიფტერი ალექსანდრე ხეროდინაშვილი. საბურავში იმ დღეს მქონდა 6000 ლარი გადახდილი რა და აი ესე რომ ვიჯექი ეს სახში დაღლილი და რაღაცა რა შორტი მეთვა და ნასკები მიჩანდა რა და წინდაზე მქონდა 2 სალი დიდი ნახრეტი რა და TikTok-ზე გადავიღე ჩეკი მინდევს 6000 ლარიანი და 2 სალი ნახრეტი აქვს იმას რა წინდას რა სანამ ავტოსიახლეებზე გადავალ გიო ძალიან საინტერესო მოვლენები მოხდა და ხდება მიმდინარე თვეს და კვირას. ჩემი ფავორიტი ალბათ არის ის, რომ Honda აღიარეს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო ავტომობილი. Civic-ზეა საუბარი. სხვა შორს Civic-ი სულ იყო ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ავტომობილის იყო. ხო და ეხლა მიიღო როგორც იქნა წოდება. ჩვენს პატარაობაში ასე ვთქვათ ახალგაზრდობაში ეგრე იყო ზუსტად. მაგრამ Civic-ები აქ რაზეა აქცენტი დასმული იცი? ანუ რა აქ ახალ Honda-ს შენ რო ახალ Honda-ს ყიდულობ და ყოველდღიურად დადიხარ, ავტომობილი გიწერს ქულებს. როგორი მძღოლი ხარ. განვითარებს. ანუ იგეუნება რომ ესე რო გაიკეთებინა უკეთესი იქნებოდა. ანუ შეფასებებს გაძლევს, შეცდომები რაც დაუშვი იმებს გეუბნება და ანუ ყველაფერს კარნახობს რა. ანუ იმედი მაქვს მაგას ქალაქში ჩქარის სიარულის დროს არ წერს. თორე აქ რო ჩამოვა ეგ ახალი ავტომობილი, ცოტა სხვა დანიშნულებას ალბათ ქულები. ცოტა სხვა დანიშნულებას მოუძებნიან ჩვენი მძღოლები. კი, BMW ცვლის ძალიან ვიზუალს. საერთოდ სხვა ვიზუალის ავტომობილებს გამოუშვებენ აწის შემდეგი თაობა რაც გამოვა. აღარ მჯერა მაგისი. იცი რატო აღარ მჯერა? იმიტომ რომ BMW ზოგადად იმიტომ გვიყვარს BMW-ს მოყვარულებს და იმიტომ გვყავს ზოგადად და დავდივართ და ამდენი წელი ეს ბრენდი საქართველოში ხო უყურებ როგორი პოპულარული არის. ერთ-ერთი პოპულარული არის მე მგონი. BMW და Mercedes. BMW და Mercedes. იმიტომ რომ აი ეს ვიზუალი მოგწონს რა. მაგრამ ნახე გიო, გახსოვს დიდი ცხაურები რომ შემოიღეს რამხელა კრიტიკა მოყვა, მაგრამ თავიდან ყველა იძახდა რომ არ მოგწონსო, აუ რას გავსო რაღაცა, მაგრამ აი დღეს კითხი ახლა რამდენად მოსწონს. დღეს ყველას მოსწონს და ყველას ყავს უკვე კითხი. შემოვიდა უკვე ბევრი ახალი BMW. ეხლა ახალი რაც ნახე კონცერტი ერთი ეს ცხაურები პირიქით დააპატარავეს. რაღაცა თითქოს რაღაცა 30 და ამსგავს. იცი რას ვფიქრობ? უცნაური ვიზუალი. უყურე როგორი რაღაცა. თან რაღაცა ძველი ხაზი დააბრუნეს ოღონდ თანამედროვე სახით რა. უყურე როგორი რაღაცა არის. FK ვერსია რო გამოვიდა Type-ს. რო გითხრა რომ ინტერიერი და ექსტერიერი ძალიან მომეწონა თქო მოგატყუე. აი მე მომეწონა მაგალითად. მე არ მომეწონა მაგალითად და გეტყვი. შემდეგ გამოუშვეს ახალი ბოლო Type-ი და აი პირველი Civic-ის ინტერიერის დეტალები გადაიტანეს შიგნით. და აი ყველას გაუნა ხო აი ყველას გაუნათ და გულები იქ რაღაცა მიამსგავსეს და ყველას მოეწონა. მინიმალისტური გააკეთეს ძალიან და ამან იმუშავა მარკეტინგულად ძალიან იმუშავა რა. ჩემი აზრით უკვე ეს გიგანტი მწარმოებლები, ევროპელი მწარმოებლებიც გადაიწყებენ მსგავსი რაღაცის გაკეთებას და აი ძველ შტრიხებს, აი 30-ში 34-ში, 36-ში რაღაცებს გადაიტანენ და ეს მარკეტინგულად ძალიან მაგრად იმუშავებს, იმიტომ რომ ვისაც 36, ანუ მესამე სერია ყავდა, იმას მე მგონი დღესაც მესამე სერია ყავს.
ძალიან იშვიათად. მე იშვიათად არის რომ ეს შეცვალო. ძალიან იშვიათად ვიცი BMW-ს პატრონი, რომელსაც სხვა ავტომობილი ყავს ახლა. როგორც წესი, მოდი ეს ვთქვა, როგორც წესი. BMW-ს პატრონის აი ბოლო პიკი არის ხოლმე Porsche. Porsche. აი, როდესაც M-ი მობეზრდება ძალიან ისე თქვა სოლიდურ თანხას იშოვნიან, ასე თქვა, კარგად მოეწყობიან, ასე ვთქვათ, მე უკვე გადადის ყველა Porsche. კაი, მოდი გადავიდეთ მეორე ყველაზე პოპულარულ ბრენდზე საქართველოში, Mercedes-ზე. მოკლედ, ახალი G-კლასი ელექტრო რაც გამოუშვეს, 580, G580 ელექტრო რაც გამოუშვეს, თვითონ Mercedes-მას კი აღიარა, რომ ჩავარდითო. ვერ ვყიდითო. ჩავარდება, იმიტომ რომ აი G-კლასში რა მოგწონს. G-კლასში მომწონს, აი G-კლასი ჩემს ასოცირდება როგორ ავტომობილად, იცი, აი დააჭირე გაზ და განგრიე კედლები რა. ხო, აი, რაღაცა ბრუტალური ავტომობილი არის, აი სკარის მიჯახუნება, აი ყველაფერი აი რაღაცნაირი უხეში არის რა. აი ეგ უხდება მაგ ავტომობილს და საერთოდ არ უხდება G-კლას ელექტრო ავტომობილობა. ალბათ მაგიტომაც ჩავარდა ეხლა ელექტრო ავტომობილი, ხო, ცოტა ისეთი არის G-კლასთვის. ანუ ელექტრო ავტომობილი თუ მომინდება, G-კლას არ ვიყიდი ნამდვილად ელექტროს. ვიყიდე რაიმე სხვა ელექტროავტომობილს. სხვები იყიდებაო, კარგად, ანუ მატება აქვს გაყიდვებში, ბენზინის და დიზელის ზრავზე რაც არის, ყველაფერი მატება აქვს. ელექტრო არ შეგვიძლიაო, ჩემო. ხო, იმიტომ რომ G-კლასის მოყვარულები არ არიან ის ადამიანები, რომ ელექტრო G-კლასი იყიდონ და იმითია, რომ ყველას ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ყველა მიჩვეული არის ამ ატმოსფერულ ან ტურბირებულ ძრავებზე ან დიზელით. სხვათა შორის დიზელი G-კლასები ევროპაში ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრია. შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო ჩემი აზრით, რომ ჩავარდებოდა. ჩვენი გადაცემიდან ასევე მინდა მიულოცო მათე კობახიძეს. 14 წლის ბავშვი არის, ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო შედეგი დადო ამ ბავშვმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი შრომა უდგას უკან, ხელშეწყობა უდგას მშობლების მხრიდან უკან და ფორმულა 4-ის ტესტებშიც მიიღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ქართველი ფორმულა 1 პილოტი გვეყოლება. მეც უყურებ ხოლმე მათეს თვალსვადევნელ ყოველთვის და აი ძალიან გულშემატკივრობ და იმედი მაქვს სულ რამოდენიმე წელში უკვე ფორმულა 1-ის ქართველი პილოტი გვეყოლება და თამამად სავალს აგულშემატკივრობ. რა თქმა უნდა. ეხლა წვიმაში ძალიან მაგრა იარა. წვიმაზე ეხლა მისენა გამახსენდა ეგრევე. რა თქმა უნდა დავისწავლე. ხო და არის გილოცავთ მათე კიდევ ერთხელ გილოცავთ მე და გიორგი გადაცემიდანაც და წარმატებებს გისურვებთ მათეს ჩვენს მოვიყვანთ სტუდიაში და კარგი ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ. მოდი ახლა ვნახოთ მიმდინარე ახალი ამბები საქართველოში და მსოფლიოში და დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში ძალიან საინტერესო თემით. 14 წლის მათე კობახიძე კარტინგებში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებულია. ჩეხეთში სტილრინგის არენაზე კარტინგებში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა. საერთაშორისო ჩემპიონატი Rotax Max Challenge Euro Trophy 8 ივნისს ქართველი მრბოლელის 14 წლის მათე კობახიძის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში კობახიძემ მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა და პირველ ადგილს მხოლოდ 10 ქული ჩამორჩება, რაც მის გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცნობისთვის მიმდინარე წელს გაერთიანებულ სამეფოში ფორმულა 4-ის ტესტები ჩატარდება, რომელშიც მათე კობახიძეც მიიღებს მონაწილეობას. გლდანის რაიონში ცენტრალური ქუჩის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე თვით იკეტება. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გლდანის რაიონში ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვად აგვისტოს ბოლომდე იმოქმედებს. ამ პერიოდში ავტომობილების გადაადგილება ალტერნატიული გზით შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით მოხდება. ქუჩების რეაბილიტაციის პერიოდში გადაადგილება მხოლოდ ამ მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის იქნება დასაშვები. წლების განმავლობაში საჯარო ტრასებზე ლეგალურ და სარბოლო ავტომობილებს შორის განსხვავება იმაზე მეტად ბუნდოვანი იყო, ვიდრე ახლა. საგზაო ავტომობილებისა და მაღალი დონის პროტოტიპების გზები მხოლოდ 1960-იან წლებში გაიყო და დღესდღეობით ლემანსის ავტომობილები ფორმულა 1-ის ბოლიდებს უფრო გვანან, ვიდრე მანქანას, რომელსაც თავისუფლად ატარებს საჯარო გზებზე. სწორედ ამიტომ Porsche-მ პატარა გუნდთან ერთად საიდუმლო პროექტი დაიწყო.
სრულად ქუჩაში გამოსაყენებლად ლეგალური 963-ის დამზადება შეუძლებელი იყო. მას ძალიან ბევრი ცვლილება დასჭირდებოდა. ამიტომ მათ შექმნეს უნიკალური მანქანა, რომელიც თითქმის ზუსტად სარბოლო მანქანის მსგავსია, მაგრამ გზაზე სპეციალური ნებართვით მისი მცირე დროით მართვა შესაძლებელია. Porsche-მ ავტომობილის შესაქმნელად Porsche Penske Motorsport-თან ითანამშრომლა და გადაწყვიტა, რომ ის ჯერ Roger Penske-ს საკუთრება უნდა გამხდარიყო. RSP-ც მისი სახელის Roger Cyril Penske-ს აბრევიატურა იყო. უხეში სარბოლო ვერსიებისგან განსხვავებით ამ მოდელს გლუვის აღებავი, მოდური ინტერიერი რუჯისფერი ალკანტარით, ტყავის სახელურები და 3D პრინტერით დაბეჭდილი ჭიქის დამჭერიც კი ჰქონდა. Porsche-მ კორპუსში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, მაგალითად სარბოლო ვენტილაციის ხვრელები დახურა და სანომრე ნიშნებისთვის ადგილი დაამატა. ამ მოდელს twin turbo 4.6 ლიტრიანი V8 ძრავა უყენია, ჰიბრიდული სისტემით და 7 სიჩქარიანი სარბოლო გადაცემათა კოლოფით. მისი დაქოქვა მარტივი არ არის, გჭირდებათ ლეპტოპი და სარბოლო გუნდი. საბედნიეროდ Penske-ს აქვს როგორც სარბოლო ტრასა, ასევე გუნდი. ამიტომ მას არანაირი პრობლემები არ შეექმნება ავტომობილის მართვაში. გერმანული ავტოგამოცემის უახლესი რეპორტაჟის თანახმად ახალ ელექტრო G-Wagons თითქმის არავინ ყიდულობს. შესაძლოა თქვენ ამ ფაქტმა დიდად არ გაგაკვირვოთ, თუმცა ბევრი საავტომობილო ჟურნალისტი გაკვირვებულია. მათი ნაწილი ელექტროფიკაციის მხარდამჭერია, რასაც ავტომობილების ფლობელებზე ვერ ვიტყვით. ამაზე კი Mercedes-ის შედეგებიც მეტყველებს. ცნობისთვის მოდელის გაშვებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ კომპანიამ მხოლოდ 1450 ერთეული გაყიდა. შედარებისთვის ამ პერიოდში ბენზინისა და დიზელზე მომუშავე სტანდარტული G-კლასის 9700 ეგზემპლარი გაიყიდა. Pikes-Peak-ის საერთაშორისო აღმართის დაძლევა 22 ივნისს დაიწყება და Ford-ი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ღონისძიებაზე ავტომწარმოებელი Super Mustang March ის წარადგენს, თუმცა არა ისეც, როგორც თქვენ ეს მოდელი გახსოვთ. ამ მოდელის მთავარი ღირსშესანიშნაობა რამდენიმე ექსტრემალური აეროდინამიკური მოდიფიკაციაა. მათ შორის არის უზარმაზარი წინა სპლიტერი და მასიური დიფუზორი. ამ ყველაფერს აეროდინამიკური დამატება და უზარმაზარი უკანა ფრთა ემატება. ყველა არსებული ცვლილების წყალობით ეს მოდელი ახლა უკვე 2000 კილოგრამამდე დამწოლ ძალას გამოიმუშავებს. Grand Tour-მა გასულ წელს თავისი სატელევიზიო მოგზაურობა დაასრულა. ეს ბევრისთვის ეპოქის დასასრულია, თუმცა როგორც ჩანს, არა Amazon-ისთვის, რომელიც მზად არის გადაცემა 3 ახალგაზრდა წამყვანით განაახლოს. გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ ახალი სეზონისთვის კომპანიამ ძირითადად სოციალურ ქსელებში ცნობილი პირები და YouTube-ის კონტენტ კრეატორები შეარჩია. ზისანის ცნობით შოუში სავარაუდოდ Throttle House-ის ვარსკვლავებს, Thomas Hollands-ა და James Engelsman-ს ვიხილავთ. James-ი და Thomas-ი ისევე კარგად ერკვევიან ძრავებში, როგორც Jeremy Richard-ი და James-ი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისინი უფრო ახალგაზრდები და სოციალურ მედიაში უფრო გამოცდილები არიან. რაც შეეხება მესამე წამყვანს, მის შესახებ ამ დრომდე სავარაუდოდ არც არაფერი ხსმენიათ. ეს ადამიანი ფრენსის ბურჟუაა, როგორც თავის თავს უწოდებს, მექანიკ ინჟინერი და სოციალურ ქსელებშიც არანაკლები ცნობადობით სარგებლობს. ამ ეტაპზე შოუს ახალი სეზონის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გადაცემა შესაძლოა სრულად განსხვავებული ფორმატი ჰქონდეს და მასზე სტუდიო ლამბერტი იმუშავებს. Honda Civic-ი მოზარდებისთვის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა. მე-12 თაობის Civic-ი აქტიური და პასიური უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით კომპაქტურ კლასში უსაფრთხოების ლიდერია. ეს ტექნოლოგიები ყველა ტიპის Civic-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის. მოზარდებისთვის საუკეთესო ავტომობილად დასახელებისთვის მანქანას საიმედოობის მაღალი რეიტინგი, ძღოლის დამხმარე თანამედროვე ტექნოლოგიები და ფასის კატეგორიაში კრიტიკოსთა საუკეთესო რეკომენდაციები უნდა ჰქონდეს. 2025 წლის Civic-ი 9-ინჩიანი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, რომელიც თავსებადია Honda Driver Coaching აპლიკაციასთან. ეს უკანასკნელი ახალბედა მძღოლების დასახმარებლადაა შექმნილი, რათა გააუმჯობესოს მათი მართვის უნარები და უსაფრთხო მართვის პრაქტიკა. თითოეული მართვის სესიის შემდეგ მომხმარებლები იღებენ მართვის ხულას და პერსონალიზებულ რჩევებს მართვის ქცევის გასაუმჯობესებლად. გიო, ძალიან საინტერესო ავტომობილი გადაიღე. პირველად გადაიღე Mercedes. კი, აი Mercedes-თან ზოგადად, აი ძალიან შორს ვიყავი ხოლმე Mercedes-ისგან, მიუხედავად იმისა, როგორც ბრენდი, ანუ ავტომოყვარული თუ ხარ, Mercedes-ი უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ ამ ბრენდს აქვს ძალიან დიდი ისტორია და რა თქმა უნდა. მოკლედ ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საავტომობილო ბრენდი არის.
კაი, მოდი მიუხედავად იმისა, რომ BMW უფრო მომწონს, ყოველთვის ვაღიარებ ხოლმე, რომ Mercedes-იც ერთ-ერთი საუკეთესოა. კაი, რო არ დავასპოილეროთ მაყურებლები, მოკლედ მითხარი, რას ფიქრობ ამ კონკრეტულ მოდელზე C300-ზე? C300 არის მშვენიერი ავტომობილი იმისთვის, რომ ყოველდღიურად კომფორტულად გადაადგილდე. ანუ რაღაც სპორტულობის ამ ავტომობილს სიმართლე გითხრა, არაფერი არ აცხია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ საკმაოდ ყისიერი აჩქარება აქვს და აი ეგრეთ წოდებულ ავტობანზე რო წახვალ, გადასწრება რომ მოგინდება ავტომობილზე, უკმაყოფილო არ დარჩები რა. აი არ ვიცი, მე გეტყვი ერთ რაღაცა შეიძლება მომეჩვენა, მეც ვატარე ეს ავტომობილი. ის ოდნავ მიკრობის ეფექტი აქვს რა, აქსელერაციის თავიდან. მე არა. მაგრამ რაღაცა, აი როგორი რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ძალიან ფანტაზიებში წავედი, მაგრამ საკმაოდ სქელი სავარძელი აქვს ეთყობა და რბილი რა. აი ამას აკეთებს. მოხდები, ესეთი აჩქარებაც არა აქვს რაღაცა. ანუ როგორი ავტომობილია, იცი? აი დაახლოებით გეტყვი რა დიაპაზონში დადის კარგად. 0-დან 130, 140-მდე კარგად მიდის რა. რა თქმა უნდა. ნუ მე უკვე წონა მაინც თავისაშვება რა. და ნუ ცხენის ძალების და ძრავის მოცულობაც. ბევრი არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, იმასთან შედარებით კარგად დადიოდა რა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ავტომობილს იყიდის და ასრიალებს, მანევრებს შეასრულებს და რაღაცა, ეგ მართლა დიდი ტყუილია, ერთი დიდი ტყუილია ეგ ყველაფერი, უბრალოდ ყოველდღიურად სამოძრაოდ არის იდეალური ავტომობილი. მინი S-კლასია რა. მინი S-კლასი არის. S-კლასის ბაზაზე არის, ასე ვთქვათ, შექმნილი ეს ავტომობილი. კაი, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით უკვე ძალიან საინტერესო თემით Top Speed-თან ერთად. და დადგა ის დღეც, როდესაც პირველად ვიღებ Mercedes. ზოგადად Mercedes-ის მიმართ ყოველთვის ძალიან ისე ვიყავი ხოლმე, სკეპტიკურად ვიყავი ხოლმე განწყობილი და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ჩემს ხასიათს არ მოერგებოდა ვინაიდან და რადგანაც ძალიან მიყვარს ავტომობილი, რომელსაც აქვს სპორტული ხასიათი. დღეს ყავს C300, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზი ფორმები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ S-კლასი არის, ოღონდ დაპატარავებული. მე ამ ავტომობილზე პირველი, რასაც გავაკეთებდი ყიდვის დღეს, ალბათ დისკებს შევცვლიდი. აი ამ ლამაზ სილუეტს არ უხდება. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, აღჭურვილი არის 2-დან 0 ტურბირებული შიდაწვის ძრავით და გამოიმუშავებს 251 ცხენის ძალას და 370 ნიუტონს. ციფრებში ეს მაჩვენებლები შეიძლება ცოტა მოგვეჩვენოს, მაგრამ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად რთავს, ამ ავტომობილს აძლევს იმ დინამიკას და იმ აჩქარებას, რომ აი სავსებით საკმარისი არის ყოველდღიური გადაადგილებისთვის და ქალაქგარეთაც, როდესაც ავტობანზე გახვალთ და აქსელერაციის პედალს, გაზის პედალს რო ცოტას წაეთამაშებით, უკმაყოფილოები არ დარჩებით რა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჩქარი არის და რაღაცა ვარსკვლავებს ყვითავს და სასწაულად დადის, მაგრამ ის სიმძლავრე, რაც ამ ტიპის ავტომობილს უნდა კონდეს, გააჩნია და დისკომფორტს არ შეგიქმნით არც ერთ შემთხვევაში მოძრაობის დროს. ოპტიკა, რომელიც ძალიან ლამაზია და ზოგადად ძალიან მომწონს ის, რომ აი Mercedes-მა რაღაცნაირად თავის დიზაინი უფრო რაღაც სიმრგვალეში წაიყვანა და აი ძალიან უხდება. ცხაურა, რომელზეც ძალიან დიდი ლოგო არის გამოსახული და ცოტას დავაპატარავებდი მე, მაგრამ ნუ რახან ესე გადაწყვიტეს Mercedes-ის დიზაინერებმა, ალბათ ფიქრობდნენ რომ მოუხდება და უხდება, მაგრამ ძალიან დიდი არის ჩემი აზრით რა. და ანუ ეგ ერთადერთი მიზეზი არის, რატომაც არ მომწონს. ეს საჰაეროები ბუტაფორია, არაფერს არ აკეთებს საერთოდ. ყველაზე საინტერესო ამ ავტომობილში და ყველაზე მეტად რაც მომწონს არის აი ეს რაკურსი. ძალიან ლამაზი არის. აი აქედან რო უყურებ ძალიან მომწონს. უბრალოდ აღვნიშნე კიდევაც რომ ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს არის ამ ავტომობილის დისკები. რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, ძალიან ლამაზი არის, მაგრამ აი ყოველთვის ყველა ახალ ავტომობილთან მაქვს აი ერთი პრობლემა, რომ აი ეს მაყუთში
ძალიან ბევრი ბრენდი აკეთებს ესე. არის ბუტაფორია. რეალურად შიგნით რაღაც ჟანგიანი ნილი იმალება ხოლმე რა. დაკთეილი მომწონს, ფარები, ოპტიკა ძალიან ლამაზი არის და ეს სიმრგვალეში რო გადმოდის, ძალიან მომწონს. ჯამში ვიზუალურად მომწონს, შევაფასებდი კარგად. ვიტყვი რომ ძალიან დახვეწილი და ლამაზი ავტომობილია. სიუხეშეც წინა ცხვირს რაღაც დოზით აქვს. ეხლა კი გადავიდეთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ავტომობილებს ყიდულობს. ეს ადამიანები არიან ძალიან წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები, ვისაც არ სჭირდებათ ცხოვრებაში რაღაც ზედმეტი პრობლემები, ზედმეტი ხელოსნებთან სიარული, ზედმეტი თავგადასავლები და ასე შემდეგ. სწორედ ესეთი ავტომობილია C300 იქამდე სანამ არ მიუახლოვდება დაახლოებით 150.000 კილომეტრს. აი იქ იწყება უკვე პატარა სიურპრიზები. და რა სიურპრიზები ეწყება ამ ავტომობილს, მაგასაც გეტყვით. მოკლედ, როგორც ყველა ახალ ავტომობილს, ამ ავტომობილსაც და ამ ძრავსაც აქვს ეგრეთ წოდებული ცეპის პრობლემა და დამჭიმის პრობლემა. ეს ჯაჭვი იწელება, ტყდება მისი დამჭიმები და სტანდარტულად ხდება ის, რაც ხდება. მე მგონი Mercedes-ის პატრონები კარგად იცნობენ უკვე ამ პრობლემას. ასევე ამ ავტომობილმა იცის ეგრეთ წოდებული ბოლვა და ზეთის მოხმარება, ასევე ტურბოზეც ექმნება ხოლმე რაღაც პრობლემები და მოკლედ ამ ავტომობილში აუცილებელი არის რომ ჩაისხას ძალიან კარგი ზეთი, ანუ ხარისხიანი ზეთი, რომ ძრავს შემდგომში რამე პრობლემები არ შეიქმნას. შიგნით პირველი რასაც ხედავთ ეს არის საჭე Mercedes-ისთვის დამახასიათებელი, რომელიც არის სამქიმიანი. დეშბორდით საკმაოდ ინფორმატიული არის, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი არის 2016 წლიანი, 2025 წელს ვფიქრობ, რომ დღესაც ეს დეშბორდი ნორმალურია რა, მოდი ესე ვთქვათ. ეკრანი, რომელიც არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა არის, აი ოქროს შუალედი აქვს Mercedes ამაშიც დაცული, ანუ მხედველობის არეს არ მიზღუდავს და ხელსაც არ მიშლის. და თან დიზაინშიც ძალიან ლამაზად ის. ესენი ძალიან მომწონს. და ლამაზად აქვს გაკეთებული. ეს არ ვიცი, ყველას ესე ემართება ხოლმე თუ უბრალოდ რაღაც ხვანაირად იხურება, მაგრამ ნუ პრობლემა აქვს ამას, რაღაც გაფუჭებულია მოკლედ ერთი სიტყვით, რაც მე მგონი Mercedes არ უნდა მოსდიოდეს ესეთი რაღაცეები, მაგრამ ხდება ხოლმე რა. საათი დიზაინში ზის მომწონს. აქ აუდიო სისტემის, ანუ ეგრეთ წოდებული დისკის ჩასადები, ნავიგაცია, რადიო, მედია, აი ეს ღილაკები მომწონს ძალიან. აუდიო სისტემას რაც შეეხება, არის ბურმისტერის, საკმაოდ კარგი ჟღერადობა აქვს. ყველაზე მეტად, რაც ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, ეგრეთ წოდებული სიჩქარეების ბერკედი, shifter-ს რასაც ვეძახით, აქვს აი აქ. თავიდან ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, მაგრამ როდესაც მოძრაობა დავიწყე და გადაადგილება დავიწყე ამ ავტომობილით, მე მივხვდი, რომ საკმაოდ კომფორტული არის. იმიტომ რომ აქვე გაქვს და აღარ გიწევს აი ამ მოძრაობის შესრულება. ყველაზე მთავარი კიდევ სავარძლები. მატერია, როგორც ასეთი, ძალიან კარგი არის, ხელით რო ვეხები, არ მაქვს იმის განცდა, რომ აი რაღაც იაფასიანი არის. ძალიან მომწონს, სავარძლები საკმაოდ კარგი არის და კომფორტული არის. ეხლა ვნახოთ უკან რამდენად დიდი ადგილი არის ამ ავტომობილში. უკანაც საკმაოდ დიდი ადგილია, როგორც ხედავთ, ძალიან მომწონს ის ფაქტიც, რომ გვაქვს ხელის დასადები ბარი, რომელშიც არის ასევე სათავსო. მოკლედ, უკან საკმაოდ კომფორტულად ვეტევი მე. როდესაც 4-ყარიან ავტომობილს ვყიდულობთ, ყველას გვაქვს ხოლმე იმის სურვილი, რომ საბარგული იყოს, რაც შეიძლება ტევადი. მე მგონია საკმაოდ ტევადი არის, იმიტომ რომ კიდე 1-3 წლის საბურავი თავისუფლად ჩაეტევა. პირველივეზე არ დაიკეტა. ესე იგი რაღაც ისი არ არის როგორც უნდა იყოს. მოკლედ ეხლა ჩავჯდეთ, გავიაროთ, ვნახოთ საერთოდ როგორ დადის, რა შრება. რამდენად მძლავრი არის, რამდენად კარგად რეაგირებს საჭეზე, რამდენად კარგად ჩქარდება, რამდენად კარგად შერდება და ასე შემდეგ.
გადმოვინაცვლეთ ინტერიერში. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან მომწონს ეს საჭე. სავარძლებიც ძალიან კომფორტული არის. ხმა რაც გარედან შემოდის. ვერ გეტყვით, რომ ძალიან რაღაც სიჩუმეა თქო შიგნით. ცოტა ხმა შემოდის, მაგრამ C-კლასისთვის მე მგონი, რომ ნორმალურია. და ეხლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ დადის და როგორ იმართება. საკმაოდ ისეთი სპორტული აჩხარება ქონდა თავისი წონიდან გამომდინარე. კარგად დადის, ვერ იტყვი რომ ნელია, ანუ არ გაქვს იმის განცდა რომ ნელ ავტომობილში ზიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი წონაში არის 1500-დან 1700 კილომდე, გააჩნია კომპლექტაციას. ეს კონკრეტული არის სადღაც 1600 კილომდე. მაგრამ ნუ აი ეს წონის შეგრძნება არ მაქვს, რომ ძალიან მძიმე ავტომობილში ვზივარ და ძრავი ვერ ერევა წონას. შიგნით ყველაფერი დახვეწილი არის, ყველაფერზე სადაც ხელის დადება გიწევს, არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც იაფასიან ავტომობილში ზიხარ. შევადარებდი მესამე სერიას BMW-ს, იმიტომ რომ პირდაპირ კონკურენტი არის ამისი და ვიტყვი ერთ რამეს, ანუ ძალიან მომწონს მესამე სერიის ინტერიერიც და თვითონ მესამე სერიაც, მაგრამ ეს გაცილებით უფრო რაღაცნაირი მყუდრო ტიპი არის ინტერიერში და გაცილებით უფრო ხარისხიანი ინტერიერი აქვს ვიდრე მესამე სერიას. შეიძლება მესამე სერია უფრო სპორტული ხასიათის მატარებელი იყოს, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ როდესაც ვყიდულობთ ავტომობილს, რომელიც უნდა იყოს დეილი გამოყენების და არა აქვს რაღაცა ბევრი ცხენის ძალები და არა აქვს რაღაც ძრავის მოცულობა ისეთი, რომ ძალიან ჩქარა წახვიდე და რაღაც სასწაული მანევრები აკეთო იმ ავტომობილით. ჩემი აზრით, ეს ავტომობილი უნდა იყოს კომფორტული და არა სპორტული. თუ სპორტული ავტომობილი გვინდა, უნდა ვიყიდოთ BMW-ის შემთხვევაში M-ი, Mercedes-ის შემთხვევაში AMG-ი. შესაბამისად, იმისთვის, რისთვისაც ეს ავტომობილი არის განკუთვნილი, ჩემი აზრით, თავის მოვალეობას და თავის ფუნქციებს, რაც ამ ავტომობილს ავალია, ძალიან კარგად ასრულებს. ცოტა ბრაგუნაა, ეხლა რაღაცაზე გადავიარეთ და ვიგრძენი საკმაოდ ისე კარგად ხერხემალში. ყველაზე მთავარი, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მაგალითად ავტომობილი უნდა იყოს დინამიური და უნდა იყოს სტაბილური, ასე ვთქვათ, სტაბილურში გულისხმობ იმას, რომ არ უნდა ქანაობდეს მანევრის დროს უცნაურად არ უნდა იქცეოდეს. უცნაურ ქცევაში გულისხმობ, რომ აი ალბათ გქონიათ ბევრს ეს შემთხვევა, როდესაც ავტომობილით მიდიხართ და რაღაცა მანევრს აკეთებთ, აი გემივით აი რაღაცნაირად ირწევად და აი რაღაცა ისეთ მოძრაობას აკეთებს, რომ აი გეგონება მანევრის გაკეთება ეზარებაო. მსგავსი რაღაც ამ ავტომობილში არ მხვდება, მიუხედავად იმისა, რომ Mercedes ესეთი რაღაცები ახასიათებს და არ არის ხოლმე რა, აი ძველი Mercedes-ები მით უმეტეს არც ერთი არ არის მანევრში რაღაც დიდად გამორჩეული და არც ერთს არ აქვს ხოლმე რაღაც ისეთი ხასიათი. მაგრამ აქ უფრო სხარტი არის, ვიდრე იყო ძველი Mercedes-ები ადრე, უფრო კარგად იმართება და აი ეს სიმსუბუქის შეგრძნებაც აქვს, რაც ძალიან მომწონს ხოლმე მე ავტომობილებში. მიუხედავად იმისა, რომ სედანი არის და საკმაოდ მძიმე ავტომობილი არის. აი ძალიან კარგად, მართლა ძალიან კარგად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე არის ავტომობილი. სანამ გადავალთ ჩვენ პარტნიორ კომპანიის Top Speed-ის რუბრიკაზე, მანამდე გვინდა გითხრათ, რომ BMW-ს გულშემატკივრებისთვის და უფრო მფლობელებისთვის ძალიან ისეთი განსაკუთრებული სურპრიზი გვაქვს, რასაც გადაცემაში არ გეტყვით, მაგრამ ჩვენ პეიჯზე დაიდება და თვალყური ადევნეთ. გადაცემის დასრულების შემდეგ. ეხლა შენ მითხარი რა გადაიღე? მოკლედ, Top Speed-თან ერთად გადავიღეთ ეგრეთ წოდებული დაუნპაიპები. ავხსენით რისთვის არის, რა შედეგს გვაძლევს, რატომ აყენებენ ასე ვთქვათ და ასე შემდეგ მოკლედ მთელი ასე ვთქვათ პატარა ინფორმაცია მივაწოდეთ მომხმარებლებს და
ტიუნინგის მოყვარულებს, ასე ვთქვათ, ვისაც ძალიან უყვარს. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა, მინდა გითხრათ, თან შედარებას გავაკეთეთ და იმედი მაქვს, რომ ორიგინალ ბრენდსა და Top Speed-ის ბრენდ შორის. Top Speed-ის ბრენდ შორის. რომელსაც ასევე ვიტყვი, რომ ერთ ქარხანაში იწყობა, ხო? ორივე. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთ ქარხანაში იწყობა, მაგრამ მაგას ნუ ასე არ ჩაუღრმავთ. კარგი, არ ჩავურმავთ. მოდი უბრალოდ ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით მერე ისევ სტუდიაში. მოგესალმებით ტრადიციულად Top Speed-დან და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ნივთზე. მე მგონი ეს ნივთი ყველა მიცით რა არის. ვინც არიცით, გეტყვით რომ ეს არის დაუნპაიპი. და რაში გამოიყენება დაუნპაიპი? დაუნპაიპი გამოიყენება ავტომობილის აპგრეიდისთვის, ასე ვთქვათ, ტიუნინგისთვის. ეხლა ხელში მიჭირავს ეგრეთ წოდებული N55-ის დაუნპაიპი, რაც არის ყველაზე გავრცელებული ძრავი ჩემი აზრით საქართველოში. ანუ BMW-ს ძრავზე მაქვს საუბარი და აქ ასევე გვაქვს WRSF-ის დაუნპაიპები. მოკლედ, პატარა ტექნიკურ რაღაცასაც ავხსნი, ზოგადად რისთვის არის დაუნპაიპი საჭირო. დაუნპაიპი არის იმისთვის საჭირო, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინაღობა შეხვდეს ავტომობილის ძრავიდან, ანუ ტურბოდან წამოსულ ჰაერს. დაუნპაიპი აკავშირებს ტურბოს და ეგრეთ წოდებულ გამონაბოლქვ სისტემას. ანუ თქვენ რო ეძახით ხოლმე ჟარგონს ვიხმარ ვიხლობს. ამის მაგივრად ქარხნულ ავტომობილებში აყენია ხოლმე კატალიზატორი და შესაბამისად, როდესაც კატალიზატორს მოხსნით, მის ადგილას მონტაჟდება ეს. Top Speed-ში საკმაოდ დიდი არჩევანი არის, მინდა გითხრათ, BMW-ს დაუნპაიპების. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის ნახვა რა მოდელებზე და როგორ მიდის და რაზე დგება საერთოდ შეგიძლიათ ვებგვერდზე Top Speed-ის. ეხლა კი ვისაუბროთ ყველაზე ცნობილ ბრენდზე. ეს არის WRSF-ი. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი WRSF-ი, არაორიგინალი WRSF-ისგან. ორიგინალ WRSF-ს მოყვება თავისი ხუთი, ესეთი პატარა სტიკერიც მოყვება და ყველაზე მთავარი, აი ეს ლოგო არის ეგრეთ წოდებული მოცულობითი, ასე ვთქვათ და აი აქ მიდუღებულია რამოდენიმე წერტილით. ეხლა რაც შეეხება ორიგინალ და არაორიგინალ დაუნპაიპს. დაუნპაიპის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ დაბრკოლების გარეშე ავტომობილმა ასე ვთქვათ, ეს ტურბოდან წამოსული ცხელი ჰაერი გაიტანოს გამონაბოლქვ სისტემაში. იმისთვის, რომ დაუნპაიპმა იმუშაოს კარგად, არ გატყდეს და არ გაიბზაროს და დეფორმაცია არ მიიღოს, უნდა იყოს გაკეთებული სქელი მეტალისგან და ეგრეთ წოდებული შედუღების წერტილები უნდა იყოს კარგად და ხარისხიანად შედუღებული. მეტი არაფერი. შეიძლება ითქვას, მუშაობით შეიძლება ყველა დაუნპაიპმა იმუშაოს, მაგრამ რამდენად დიდხანს გაგიძლებთ და რამდენად, ასე ვთქვათ, გაუძლებს გადახურებებს და ცოტა სპორტულ რეჟიმს, ეგ უკვე თვითონ მასალაზეა დამოკიდებული, რისგანაც არის დამზადებული. ვიდეოს დასაწყისში ზუსტად ეს დაუნპაიპი მეჭირა ხელში, რომელიც არის Top Speed-ის ბრენდის და არის საკმაოდ ისეთი ბიუჯეტური ვერსია. როგორც ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის სისქეს. მოდი ახლა შევადაროთ Top Speed-ის და WRSF-ის დაუნპაიპი და პირველი დავაკვირდეთ ეგრეთ წოდებულ შედუღების ადგილებს. ძალიან კარგად არის შედუღებული, მინდა გითხრათ. ნუ WRSF-ი ალბათ ყველა მიცით, რომ ძალიან ცნობილი ბრენდია და აი ხა რო ვაკვირდები შედუღებას, მე მგონი რომ იდენტურია. საუბრის დროს ვახსენე ასევე მასალის სისქე, ანუ კედლის სისქე. და მოდი ესეც შევადაროთ ერთმანეთს. ერთი და 8-იანი არის WRSF-ი და ასევე ერთი და 8-იანი არის Top Speed-იც. არჩევანი თქვენთვის მომინდია WRSF თუ Top Speed-ი. Top Speed-ში ორივე ბრენდი არის წარმოდგენილი. ფასში დაახლოებით 300-დან 500 ლარამდე არის სხვაობა, გააჩნია მოდელებს. BMG Auto-მ და Top Speed-მა მოგიმზადეთ პატარა სიურპრიზი. თუ რა სიურპრიზი არის ეს, ამას გადაცემის დასრულების შემდეგ გაიგებთ. ჩვენს გვერდზე დაიდება პოსტი, ასე რომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და ყველას გისურვებთ ძალიან ბევრ ცხენებს. ბევრს ალბათ შეგიმჩნევიათ ამ დღეებში ქალაქში უჩვეულო რეტრო ავტომობილები. ეს ხაჭერ ძალიან ბევრი პოსტი დაიდო. რო აი ეს მანქანა შეხვდა იქიდან შემოვიდნენ, აი აქეთ მიდია რაღაცა რა, ნელ-ნელა, მაგრამ ნუ ყველას ვერ მოკრეს ალბათ თვალი. ჩვენ ხვდა წილად ბედნიერება, რომ ადგილზე ჩვენი თვალით გვენახა ეს ავტომობილები და მოკლედ რაშია საქმე. პეკინი, პარიზი არის სამოყვარულო რალი ტარდება
და საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი და ჩვენთან ხონდა თუ არ ვცდები 4 დოპი, ხო? ლილოშიც იყო, ეხა ცხეთაში იყო და მე მგონი ამით მორჩა. კახეთში იყო? კახეთშიც იყო. იყო, ხო? კი ბატონო. და ძალიან საინტერესო სანახავი იყო ეს ყველაფერი, ვისი ამოვნეთ, ავტომობილებიც ახლოდან ვნახეთ. და თუ რა არის, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ამაზე ბატონი ლაშა ნარსია მოგვიყვება და მოდი მოусმინოთ ერთად და დაგემოგდებით მე ისევ სტუდიაში. პეკინი პარიზი 2025 უკვე მეორედ გაიმართა საქართველოში და ეს რალი მოგეხსენებათ 14500 კილომეტრს დისტანციას შეადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციებისთვის, საქართველოს საავტომობილო ფედერაციისთვის, ისტორიული ავტომობილების ასოციაციისთვის, Porsche კლუბისთვის, ვინც ძირითადად პარტნიორები და ორგანიზატორები არიან ამ ღონისძიების უკვე მეორე წელია საქართველოში, ის რომ მაქსიმალურად მივცეთ საშუალება ჩვენ მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც კლასიკური ავტომობილები უყვართ, ვისაც უყვართ სპორტი და ვისაც უნდა ამ სახეობის განვითარება საქართველოში, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი იმაში, რომ მიიღონ, ესე ვთქვათ, მეტი გამოცდილება, ჩაერთონ, ნახონ ეს ავტომობილები, ნახონ თუ რა ტიპის გადარბენებს, რა ტიპის რალებს ატარებენ მსოფლიოს სხვა კუთხეში და აი ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ჩვენ ყოველდღიურობაში, ესე ვთქვათ და რაღაცნაირად პარალელურად ხელი შეუწყოთ ამ გადარბენს და თან გამოცდილებაც მივიღოთ ამ ყველაფრისგან. ჩვენი მხრიდან ამ რალიში ჩართული არის დაახლოებით 15 კაცამდე, როგორც მარშალთა კლუბი, არჩილ ნოღაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე Porsche კლუბი საქართველოს, ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, მე როგორც ორგანიზატორი ცალკეულად და ამ ყველაფრით ფაქტიურად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ვახერხებთ იმას, რომ უკვე 2 წელია საკმაოდ ეს დიდი ძალები და ძალიან მაღალი ხარისხით ვახორციელებთ ამ ღონისძიების ორგანიზება საქართველოში. წელსაც ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ყველა დოპი, ყველა სპეცმონაკვეთი იყო, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად მოწესრიგებული, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, ორგანიზაციული საკითხები იყო სრულფასოვნად ყველაფერი ჩამოყალიბებული, ამიტომ მე ძალიან მიხარია ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება და მომავალშიც არაერთხელ გვპირდებიან, რომ ისინი კვლავ ესტუმრებიან საქართველოს. შესაბამისად, ჩვენ მხრიდან ყოველთვის არის მზადყოფნა და ყოველთვის ვთავაზობთ ჩვენ, ესე ვთქვათ, მეგობრებს, იმ ადამიანებს, ავტომოყვარულებს, სპორტსმენებს ამ სანახაობას და მაქსიმალურად ხელს უწყობთ მათ იმაში, რომ ინტეგრებულები იყვნენ ესეთ ღონისძიებებში. დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცით სპორტსმენებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ბევრმა არ იცით, ვინც ავტოსპორტში არ ახართ და გინდათ მოსვლა, რომ ავტომობილის გამბაჟება დაამტკიცეს ასლარად. არის დამტკიცებული ეს რაღაც. სპორტული დანიშნულების ავტომობილი. საუბარია უსაფრთხოების კარკასიან ავტომობილებზე, ჰომოლოგირებულ ავტომობილებზე. აუცილებლად უნდა გქონდეს მრბოლელის ლიცენზია, ეგრეთ წოდებული. მერე რომ იარო, ლიცენზიას კი აიღებს ახლა ყველა. ასევე არ არის არ ეხება ეს მარტო იმას, რომ აი შემოვიყვანოთ ესეთი ავტომობილი, შეგვიძლია ვიყიდოთ იაპონიიდან ნებისმიერი წლოვანების ავტომობილი, არა აქვს მნიშვნელობა, თუ გინდათ 2000 წლიანი, 95 წლიანი, შემოვიყვანოთ, მოასწროთ იმ პერიოდში ამ ავტომობილის გადაკეთება, ასევე სპორტულად მომზადება და განაბაჟოთ უკვე ჩვეულებრივად ასლარად, ოღონდ უნდა გამოხვიდეთ რა თქმა უნდა შეჯიბრზე ქალაქში ეს თავისუფლად ვერ იმოძრავებს. იმას არ ნიშნავს, რომ Opel Astra-ს ვიყიდით და გამოვიყვანთ და გავდუგავთ და ქალაქში ვლეთ მე. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ძვირადღირებული სპორტია, ეხლა უმეტესი ავტომობილები, რაც ალბათ ავტოსპორტში ხდება, არის 90-იანები, სადღაც 2000-იანები რა. 90-იანები. ყველაზე კარგი ავტომობილები რაც არის და ძალიან ისეთი ძვირადღირებული ავტომობილებია თვითონ
და ასევე გამბაჟებით, ხო ვერ განვაბაჟებთ დღესდღეობით ეს ავტომობილს რომ ჩამოვიყვანთ, ეგეც ერთ თავის ტკივილი იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი კანონპროექტი მიიღეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ უფრო ვრცლად ბატონი შალოავ გაიძე მოგვიყვება, მოდი მოვუსმინოთ და დაგიბრუნდებით მე უკვე სტუმართან ერთად სტუდიაში. ავტოსპორტი ძვირადღირებული არ არის იაფი სპორტი. და ჩვეულებრივი ავტოსპორტში მონაწილე ვალდებულია, რომ ჩვეულებრივი სერიული გარკვეული მარკების ავტომობილები პერფორმანსით, მისი გადაკეთებით, გასპორტულებით შექმნას შემდგომ სპორტული ავტომობილი, რომლითაც მას უფლება აქვს უკვე ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო. ეს პაკეტი არის საკმაოდ ძვირი, დაწყებული უსაფრთხოების კარკასი, ეგრეთ წოდებული დუგები, უსაფრთხოების ზღვედები, 5 და 6 წერტილიანი, ცეცხლმაგრი, როგორც ხელის, ასევე ავტომატური სისტემური ცეცხლმაგრი, რომელიც ქაფის შეტევას ახორციელებს სამ ნაკვეთურში, ეგრევე თქვათ, კაპოტის ძრავის ნაკვეთურში, სალონში და თუ სამარგული აქვს სამარგულშიც. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. ჩვეულებრივ ავტომობილს ლამის იგივე ფასი ედება თუ არა 80% მაინც რომ სპორტულ ავტომობილად გადააკეთო. და ასეთი ავტომობილი განაბაჟო, როგორც ჩვეულებრივი შეურაცხყოფას არ უყურებ Opel Vectra, ხო, იგივე კუბატურის, ხო? მე უსამართლო და ჩვენ უსამართლოდ მიგვაჩნდა და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენი თხოვნა, ასე თქვა, დაიჯერეს და უკვე სპორტულ ავტომობილს თუ შეიძენ, აი ამ მკაცრი პირობები დამზადებულს, აი ამ ძალიან მკაცრი უსაფრთხოების აკეტის მქონე, რომელიც საკმაოდ ძვირია, ხომ? ისედაც ამ სიძვირეს აღარ ემატება გამბაჟებით გამოწვეული სიძვირე და ასეთი ავტომობილი პრაქტიკულად განთავისუფლებულია გამბაჟების გადასახადისაგან და ეს არის ერთი მხარე. ამ ნაწილში დავძენო, ეს არავინ არ იფიქროს, რომ რაღაც შავი ხვრელი გაჩნდა და სპორტულ მანქანას შეიძენ და მე გადააკეთებ და უტრირებულს. იტაქსა ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ესეთი ავტომობილი, რომელშიც უზარმაზარი თანხაა გადახდილი, რომ გადააკეთო ერთი იმდენი მანქანის ღირებულება დაგიჯდება, რომ ჩვეულებრივ მანქანად აქციო და ამიტომ ასეთ უაზრობას, რა თქმა უნდა, უბრალოდ ას კარგავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაზღვევის მექანიზმი არსებობს, ეს ავტომობილი როგორც კი ტექნიკურ ინსპექტირებაზე მივა და ეს პაკეტი აღარადებს, ის ექვემდებარება უკვე გამბაჟების იმ პროცედურას, რაც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ ეს იმთავითვე გამორიცხულია და ასე თქვა, დაკეტილია ეს ესეთი ასე თქვა, წარმოსახვითი შესაძლო შავი ხვრელიც კი. და ამას საშუალება მოგცა, რომ რამდენიმე ათეული სპორტული ავტომობილი ჩვენ ახალგაზრდებს უკვე შემოემატა და ქართულ ავტოსპორტს და აქ ერთი მეტად საინტერესო პროცესი შეიძლება დაიწყოს, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს მიმზიდველი, რომ ჩვეულებრივი ავტომობილი შეიძინოს აქ არსებულმა ჯგუფმა, რომელიც ამ ავტომობილის სპორტულად გადაკეთების ასეთი ცენტრები უკვე გვაქვს, ასეთი ჯგუფები უკვე გვყავს ძალიან ხელმარჯვე ადამიანები, შეუძლიათ რომ შეიძინონ გარდა ერთთვიანი შეღავათიანი პერიოდი, ასე ვთქვათ, ვადისა, რომელიც შეგილი არ განაბაჟო ავტომობილი, 2 თვე არის შეღავათო პერიოდი, ანუ ჯამში 90 დღის განმავლობაში ამ ჯგუფს შეუძლია აქციო სპორტულ ავტომობილად და იგივე ევროპაში დააბრუნოს, რომელიც გაცილებით იაფიჯდება აქ მომზადებული ავტომობილი, ვიდრე თქვათ ევროპაში ან თუნდაც უახლოეს ჩვენს სამეზობლოში და ასე რომ ეს დამატებული სტიმული ხდება ჩვენი თანამოქალაქეების ამ ადამიანებისათვის, რომლებიც დაკავებულები არიან ჩვეულებრივი ავტომობილის სპორტულ ავტომობილებად გადაკეთების სფეროში. ამ ავტომობილს როგორც წესი მთელ სოფლიოში ეს ავტომობილები იყოფა ორ ნაწილად, რომელთაც აქვთ ჩვეულებრივ გზაზე დაშვება, ჩვეულებრივ საავტომობილო გზაზე გადაადგილების Straßen Zulassung, მაგალითად გერმანიაში ასე ეძახიან. ანუ რომელიც უნდა ისეთი ავტომობილი მონსტრი, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც უნდა ევაკუატორზე დადო, წახვიდე შეჯიბრის ადგილზე რაღაც მიიღო მონაწილეობა და ასევე დაბრუნდა. ხო, ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია ჩვეულებრივი სერიული ავტომობილების გან გაკეთებული სპორტული ავტომობილები. შეჯიბრის წინა დღეებში ეს ავტომობილები არის აცრად რეგლამენტირებული და მკაცრად გატარებული სპეციალურ რეესტრში, რომ ეს ავტომობილები, ესე იგი, ევროპული სტანდარტებით რომ მიუდგეთ, მაგალითისათვის
ავტომობილი უნდა იყოს სრულად ეკიპირებული, როდესაც ტექნიკურ ინსპექტირებაზე წარადგენ. ეკიპირებაში შედის შიგნით ყველაფერი უნდა იყოს, რაც საქარხნოა. რა თქმა უნდა, სპორტული ავტომობილი ამ პირობას ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ შიგნიდან ყველაფერი, რასაც ცეცხლი ეკიდება და ასევე ამ ფრთების ქვეშ, რაც კი პლასმასის ელემენტები, ყველაფერი ამოყრილია სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გაივლია, მაგრამ ეს ავტომობილები არის განსაკუთრებული კატეგორია, რამდენიმე ათეული ავტომობილია. ასეთი ავტომობილი, რომელიც თაც შეუძლიათ შეჯიბრის ადგილზე მისვლა, ისე რომ არ დაჯარიმდე, ეს არ ეხება იმ ავტომობილებს, რომელსაც ჩვენ სპორტულ ავტომობილებს ვეძახით. ასეთი ავტომობილები არსებობენ, რომლებიც დაბადებული არიან რაღაც Porsche იქნება თუ Ferrari იქნება თუ ღმერთმა ყველას მიცეს ამის საშუალება. მე ვამბობ ჩვეულებრივი სერიული ავტომობილისგან სარბოლი იპის ამ პაკეტით აღჭურვილ ავტომობილებს. ესე რომ თუ თქვენ ეს ავტომობილი გეყოლებათ სიამოვნებით, გელით შეჯიბრზე, ასე ყოველგვარი დაჯარიმების და თქვენ ჩვეულებრივი მოძრაობის მონაწილე ხართ. თქვენ არ თავისუფლდებით რა თუ ქუჩაში წითელზე გაივლით, თქვენ ჩვეულებრივ დაჯარიმდებით, თუ კი შეჯიბრის ადგილზე მობრძანდებით, ასე რომ გელით დიდი სიამოვნებით. დღეს ჩვენი სტუმარია პროფესიონალი დრიფტერი, ყველასათვის საყვარელი იუთუბერი ალექსანდრე ხეროდინაშვილი. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. პირველ რიგში როგორ ხარ? ძრავი, ძალიან კარგად. დრიფტისგან დასვენებული ამ წელს და ენერგიებით სავსე ვარ, ასე რომ ბოლომდე ვაპირებ ამ 15 წუთში დავიხარჯო აქ. არ მოგენათ რა. მოდი პირველი ამას. მაგრად, ანუ მომენტები მაქვს ხოლმე, რომ როგორ გზნობ იცი თავს, რომ სადღაცას უნდა იყო და არ ხარ. ყოველთვის რო გეჩქარებოდა და ყოველთვის რაღაცა ჩქარავდი და ნაწილებს რო არჩევდი და ეხლა სხვა რაღაცა ნაწილებს ვარჩევ მართალია, მაგრამ სუპრის ნაწილებს, მაგრამ მაინც როგორ არის იცი ცხოვრების სტილი რაღაც მომენტში გეცვლება რა, იმიტომ დრიფტი არის თემა, სადაც ჩვენი ცხოვრების 70% უნდა ჩადო, არ გამომდის სხვანაირად რა. იქ რაღაც ფორმულა 1-ით გუნდები რა, ანუ რთულია, ხა უნდა იყო მილიონერი სხვანაირად არ გამომდის. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ხოლმე ყველაფერს. მაგიტომაც კი, რა თქმა უნდა, მოგვენატრა და მაინც რაღაცნაირად თითქოს სული და გული იქ გვაქვს. საომალოდ ეხლა აპირებ ამ წელს გამოსვლას თუ მომავალი წლისთვის ეხლა იმართება კიროვალის ჩემპიონატია ერთი, რომელიც უფრო არის უფრო როგორც სტილში, ფეხბურთში რო ტარდება ხოლმე, ხო იცი სამოყვარულო მეგობრული ამხანაგური მატჩი. არის ეგ ივენტი, სადაც მინდა რომ მანქანა გამოვიყვანო, გავტესტო, გავიარო, გამოვიარო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იქ გავალ და დავბუტყვნი და რაღაც, ანუ მინდა უბრალოდ რომ ნახო რაღაც საბრძოლო კონდიციაში ჩემი გათვლებით როგორც ვაწყობ ამ მანქანას რა. გამართლდა, არ გამართლდა. მოსინჯო ასე ვთქვი. მოსინჯო და ხო, შევხედო რა, ანუ გარანტირებულად ვერ ვიძახი იმას, რომ ძალიან მაგრად გავალ და ან ვაფშე გავალ თუ არ გავალ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 80-90% მგონია რომ გავალ და გავსინჯო მანქანას რა. სუპრაზე მინდა კითხო, რამე სარბოლოდ აწყობა ამ ავტომობილს თუ პირადი მოხმარების იქნება? არა, პირადი მოხმარებისთვის, იმიტომ რომ ნახე როგორი სიტუაციაა რა, ეხლა მყავს 3 სილვიას კუზავ. წარმოიდგინე და მეოთხე ახალი პროექტი რო დაიწყო, ისინი რო არის, ხო ის გადაობა სურათები რო არის რა, კარგაის გადაობები როა და უკანის რო აქ რა ვქვი, ბევრი მანქანები რო უყრია, მატორები და რა, არც ერთი რო არ არის საერთოდ და ახალ პროექტზე რო ოცნებობს, ეხლა ეგ გამოვიდოდი და კაია რო გამოვხიზლდი და ჯერჯერობით ქალაქისთვის ყავს, ანუ მე ზოგადად ხო ის ახალი პროექტი როდის იწყება? სიმართლე რომ გითხრა სილვიაზე, თავიდან რა ჩამოვიყვანე, ვაპირებდი მეთქი, ცოტათი მოვადრიფტებ და ქალაქში ვივლი მეთქი და ისე შეტრიალდა ყველაფერი, რა მომენტში გადატრიალდა, ეგ ვერ მივხვდი რა, როდის დავაყენე დუგები, როდის ამოვჭერი სალონი და რაღაცა, საბოლოო ჯამში მთლიანად გადავიდა იქიდან რა, მაგრამ ეგ ისეთი მომენტი ისე გითხრევს ნარკოტიკივით, რომ ვერ შვები რა, ვერ ეკუცვი თავს რა. როგორც მახსოვს, შენ ქონდა ასევე რეკორდი მოხსნილი ყველაზე სწრაფი დრიფტის საქართველოში. აპირებ ამაზე რამის გაუმჯობესებას? მაგაზე მოხდა გადაობა რა, ეხლა გეტყვი. ჩვენ რო დაგვედგინა, მოკლედ, სიჩქარე რითიც წყდებოდით, ვიცოდი რომ ტრეკზე რომელიღაცა ბოქსში იყო სიჩქარის მზომი და მაგის იმედზე ვიყავი რომ გავზომავდით კარგად რა, მაგრამ იმ მომენტში რაღაც ბატარეები აღმოჩნდა დამჯერით თუ რაღაც ვერ გამოვიყენეთ ეგ რა, გამოვიყენეთ ამიტომ GPS სისტემა. მაგრამ GPS სისტემას ეგეთი რაღაცისთვის რო იყენებ, ჭირდება მაღალ სიჩქარიანი GPS სისტემა, რომელიც ამის მიესადებში აფიქსირებს სიჩქარეს, რომ შენ რეალურად დააფიქსირო ის მოწყვეტი სიჩქარე, რითიც მოწყვდი. ჩვენ GPS ქონდა წამ ნახევარი დაგვიანება. ხო და ის 176 სინამდვილეში ბევრად მეტი იყო. ოღონდ ეგ გავიაზრეთ ჩვენ რა, რომ ეგ პრობლემა იდგა, მაგრამ
რეალურად ეხლა შენ რო ვიდეოს იღებ და აჩვენებ მაყურებელს, ხო არ ეტყვი იმას, რომ აი იცი წამნახევარი დაგვიანება გქონდა და სინამდვილეში მეტი იყო, სინამდვილეში ამდენი იყო. ანუ ეკრანზე რაც გამოჩნდებოდა, იმითი ის იყო რეკორდი ჩვენთვის. სინამდვილეში ბევრად მეტით მოვწყდით. ეხლა არ მინდა თქვა, შეიძლება გავამოჯობესო და მაგითო. ხო და ბევრად მეტი იყო სინამდვილეში. ვა, ძალიან საინტერესო. დაახლოებით წარმოიდგინე, სილვია თითქმის გვეყენა დრაგის, ხო იცი საიდან ეს იყო დრაგი რა, დრაგის მონაკრეფი საიდან სტარტავენ. თითქმის მანდ გვეყენა და მაქედან აი დრაგის ფინიში სადაც არის. ჩვენი სილვია და ზოგადად მანქანები იღებენ 200 პლუსით დაახლოებით და მაგის მერე მოვწყდით. ხო და არ დაგესპოილერებთ, მაგრამ ბევრად მეტი იყო. სუპრაზე რას გვეტყვი? სუპრაზე სამწუხაროდ ვერებს ვერ გეტყვი ახლა. და გეტყვი რატო? ერთი არის ის, რომ ვიზუალურად ძალიან მომწონს, რო შეუკვეთე და სურათებში იმდენად ეფექტური არ არის, როგორც ლაივში. სიცოცხლეში არის ბევრად ეფექტური, დახვეწილი ძალიან ლამაზი ფორმები აქვს. თუმცა სუპრათი მაქვს გავლილი ამ ეტაპზე 4 მეტრი. იმიტომ რომ ვაკეთებ. 4 მეტრში ძალიან ვისიამოვნე ვაღიარებ, ძალიან კაი. როგორ ფიქრობ, ჩაანაცვლებს JZ-ს B58? კი. აქვს მაგის პოტენციალი? კი. ეხლა მართალია რომ B58-ზე ბევრი პროექტი ჯერ კიდე არ არის, ანუ უფრო აი ამერიკაში და ევროპაში ცდილობენ ტესტებს ატარებენ, მაგრამ როგორც JZ-ს აქვს გათელილი გზა, გულისხმობ იმას, რომ ფორუმებზე ან ძალიან ბევრი ინფორმაციაა. ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ყველაფერი ვიცით. აუცილებლად შეიძლება მაგარი გადაობა. JZ-ზე როგორ უნდა დაადგინო, რამე პრობლემა გაქვს თუ არა რა. Google-ში წერ ესეთ რაღაცას. გრ მაგალითად, იდგენს პრობლემა და ეგ არის. კრ არის სხვა პრობლემა რა. დრ არის ყველაფერს სვავს ზუსტად რა. ანუ თუ JZ დრ ვაკრიტო რა. ეგრევე გიჩვენს პრობლემას. B58-ზე არ არის ეს. ანუ B58-ზე ერთ გასათვლელია ის გზა რა. მაგიტო რადგან ალუმინის ბლოკია B58 და ბევრად უფრო ბლოკია 2 JZ, ბევრად სუბუქია ის, ბევრად სპორტულია და ჩვენ რადგან ვცდილობთ სუბუქი მანქანები გავაწყოთ და თან ამავე დროს დაბალანსებული იყოს, ის არ იყოს რომ ძალიან მძიმე ძრავი გქონდეს წინ და უკან ძალიან სუბუქი იყოს. B58 არის ძალიან კარგი გამოსავალი რა, მაგიტომაც ძალიან ვემხრობი რომ გადავიდეთ. Drag racing-ში როგორც უყურებ, საკამაოდ მაგარ შედეგებს დებენ. ქარხანული ძრავიდან ამოდის უკვე 1000 ცხენები მარტო ტურბოკიტებით და მე მგონი ჩაანაცვლებს. მეც ესე ვფიქრობ, რომ რაღაც დრო დასჭირდება და ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია ასე უხაშად რო თქვა. Drag racing-ში ვინც იყენებს, ყველა კმაყოფილი არის. სილვიაზე რას გვეტყვი, რა ძრავით იქნება? სილვიაზე ჯერჯერობით ეხა რადგან ახალ სილვიას ვაწყობთ და ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. აქ რო კიდე ტესტები აკეთო და სხვა ძრავი ჩადო, არ იქნება გამართლებული. ეხა მე კი ვიცი რომ ყველა ფიქრობს რომ აუ მოდი საუკეთესო აწყე და ჩვენც ეგრე ვიზავდით, მაგრამ ილუზიებში რო არ ვიყოთ და ის გატკეპნილი გზა რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, ჯობია რომ ისევ იგივე ძრავზე დავრჩეთ. მით უმეტეს რომ ამ პერიოდში, ამ დროის განმავლობაში ყველა ნაწილს, რასაც ვაგროვებდი და რეზერვს, რასაც ვაკეთებდი, იყო 2 JZ. მაგიტო ეს პლატფორმა ჩვენთვის არის ამ ეტაპზე იდეალური რა. YouTube სივრცეში გექნება რამე სიახლეები? სამომავლოდ რამეს თუ გეგმავისეთ? კი, რა, აი მე თვითონ მენტალურად როგორ ვაიცი რომ არ მიყვარს სულ ერთ და იგივე რაღაცის კეთება რა. მეც აი მარტო იმას ხო არ უყურებ ხარ რომ აი ხალხზე რა მუშაობს და იქ 10 ლიტრიან ჩელენჯებს ვიღებ, სადაც 400,000 ნახევარი მილიონი ნახვა აქვს ხოლმე და ძალიან მაგრად მუშაობს რა. ყველასთვის მისაღები კონტენტია, მაგრამ მე თვითონ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ახალი ტესტირებები გავაკეთოთ, ნახოთ ის ოქროს შუალედი რომ მეც მომწონდეს, რასაც ვაკეთებ რა. და ხალხსაც მოწონდეს რა. ანუ არ გამოდის ისე რომ მარტო ხალხს მოწონდეს და შენ მარტო ისე უყურო რა საქმესავით და არ გამოდის ის რომ მარტო შენ მოგწონდეს და რაღაცა აი რა 2 საათიანი ქვემოდან ერთი გადაცემათა კოლოფის ბოლოს უჭერდე და 100,000-მა კაცმა გიყურს. არ გიყურებს ახლა. მაგრად კიდია რა 100,000 კაც როგორ უჭერ შენ ბოლოს. არა, სხვა შორის ჩვენ ყავს, მე ვფიქრობ რა, დაახლოებით 35-40,000 ძალიან ერთგული მაყურებელი, რომელიც დრიფტის სამყაროდან მოვიდა და რაღაც მომენტში ზოგჯერ დამნაშავე თუ გრძნობ ხოლმე თავს, რომ დრიფტის ვიდეოები ცოტათი მოვაკელი რა და აი ეს პროექტების ვიდეოები უფრო ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო. იმიტომ რომ
ჩვენთან ეს ხალხი მოვიდა და ჩვენ ეს ხალხი გქომაგობდა ყოველთვის იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით სპორტსმენები, ჩვენ ვიყავით დრიფტის თემაში ჩართულები. რა თქმა უნდა, ეს მაყურებელი დღესაც გვიყურებს, შეიძლება ყველა არა, მაგრამ დღესაც გვიყურებს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ვარიანტში დამნაშავე ვარ, რომ აი ეს კონტენტი ოდნავ დაბლა ჩავწიე და მაგის გამოსწორებას ვაპირებ, რომ ისე მაღლა ამოვწიო და ის ერთგული მაყურებელი, ვისთანაც ერთად დავიწყეთ ჩვენ YouTube-ერობა ბჭყალებში და ვისთანაც ერთად განვითარდით, ის არ დაგვრჩეს გვერდზე და გვინდა რომ სულ ყოველთვის ერთად ვიყოთ. ცოტა ის რაღაც რომანტიზებული საუბარი გამომივიდა, მაგრამ როდის დაბრუნდები დრიფტის სერიებში? თლიან სეზონს როდის ივლი და როდის გაუხარებ შენს გულშემატკივრებს? შარშან აი ამ ბრძოლებში და ომებში დაგვეხარჯა 200,000 ლარი. და ძალიან რთულია, როდესაც რამე იწყებს სპონსორის გარეშე. ჩვენი სპონსორები ძირითადად არიან მომართული YouTube-ის მიმართულებით და ძალიან ვცდილობ და ეხლაც აი მანქანას რო ავაწყობთ და გავტესტავთ, სანამ წელი დამთავრდება, ვაპირებ რომ ბევრ კომპანიას დავუვარო, რომ ერთად დავდოთ რაღაც ძალიან მაგარი პროდუქტი. ერთი რაც მინდა აღნიშნო და ძალიან მომწონს ეხა ტენდენცია რაც არის, ძალიან მომრავლდა კომპანიები, რომლებიც სპორტსმენებს უჭერენ მხარს. შეიძლება გარედან არ იგზნობა, მაგრამ რადგან ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი სპორტსმენია, ვატყობ რომ ინტერესი გაჩნდა, რომ კომპანია მხარში დაუდგეს სპორტსმენს და ვიდეოები წარადგინოს კომპანიის გვერდზე გულისხმობ, სურათები წარადგინოს, თქვას რომ ეს არის ჩვენი ამბასადორი, ანუ ეს არის ძალიან მაგარი ტენდენცია რა. და რომ მოგიწოდებთ კომპანიებო, არ ვიცი რომელი კამერა მოგვიყვებს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ერთად განვითარდეთ სპორტსმენებთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამომავლოდ ჩვენთვის და სხვათა შორის იმ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ვინც ეხლა ჩვენ გვიყურებს და მოწონთ სპორტი და რაღაც ვარიანტში, ცხოვრების რაღაც გადამწყვეტ სიტუაციაში შეიძლება ვინმე კუმირი აირჩიოს და გამოვიდეს ზუსტად იმ სპორტის სპორტსმენი და თავისი ცხოვრება გადატრიალდეს ესე, ვიდრე წავიდეს უბანში და 1000 რაღაცას მოედოს რა. მაგიტო ცოტა ის არის რაღაც პრიმიტიულად თვითონ საუბრობ და რაღაც ისე ძალიან როგორ გითხრა ზოგად საკაცობრიო თემაზე. მაგრამ ანუ მართლა მუშაობს ეგ თემა რა, ანუ მართლა მუშაობს. თუნდაც ფეხბურთის მაგალითი ავიღოთ, ყვარამ და ჩვენმა ნაკრებმა ამ ბოლო დროს რამხელა როლი ითამაშა ახალგაზრდებში. დღეს მერაბი ჩამოვიდა, დახვედრა ვნახე, ის რო გადახტა. ანუ ბოთიდან რო გადახტა. ეხა შენ რამდენი ადამიანი უყურებს და რამდენი ადამიანი პატარა ბავშვისთვის მისაბაძე ტიპი ხდება კვარა, მერაბი და რამდენი კომპანია ინტერესდება უკვე რომ თავის წარმომადგენელი იყოს და რატომაც არა მე მესმის რომ ეხა ყველა მერაბი ვერ იქნება და კვარა ვერ იქნება, მაგრამ ბევრი სპორტსმენი ყავს, ვისაც ნიჭი აქვს და მხარში დგომა ჭირდება რა. ასე ყველაფერს თავი დავანებ ჯანსაღი ცხოვრების წესია ეს რა. კი. ეხა უბრალოდ ის პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, რომ წარმოიდგინე 10 წელი რომ ჩემი ცხოვრების დროის და შემოსავლის 70-80%-ში მიდიოდა დრიფტში, რადგან წელს ვისვენებ, ცოტა თვალები ფართოდ გავახილე, რაღაც საინტერესო მანქანა ვიყიდე, ერთი კარგი სურპრიზი მაქვს, კიდე მეორე მანქანა არის გზაში და მინდა რომ ამ თემებშიც ან როგორ ვარ იცი, აი სულ ვიყავი ფინანსურად მოკრძალებული იმის გამო, რომ არ ვყიდულობდი საათს, არ ვყიდულობდი ნორმალურ ტანსაცმელს. ერთი TikTok-ზე მაქვს ჩაწერილი რა, საბურავში იმ დღეს მქონდა 6,000 ლარი გადახდილი რა და აი ესე რომ ვიჯექი ეს სახში დაღლილი და რაღაცა რა, შორტი მესვა და ნასკები მიჩანდა რა და წინდაზე მქონდა 2 წელი დიდი ნახრეტი რა და TikTok-ზე გადავიღე, ჩეკი მიდევს 6,000 ლარიანი და 2 წელი ნახრეტი აქვს იმას რა, წინდას რა. ხო და ანუ ხო ხდები რომ ეხა ამას ეგ ის დიდი არის რა. სპეციალურად არ გავაკეთებდი რა, ანუ ეგ უბრალოდ მიმდინარე სიტუაცია უბრალოდ ეგრე იყო რა, შენ თავში პრიორიტეტები რომ დაჯდა რომ აი გირჩევნია ის რაღაც 5 ლარიანი წინდა არ იყიდო საბურავის არ მოაკლო თანხა რა, ექსი მართლა ეგ სიტუაცია იყო რა. ის მე მირო არის ხო ის ძრავიდან მიყურებს ზეთი როგორ ყიდულობს საბურავში. აი ზუსტად ეგ არის. ოდა ნუ მოკლედ რავი ეგრე დღე ანუ წელს ცოტა ამოვისუნთქე და აი ცოტა მინდა რომ აი ცოტა ნორმალურად ჩავუსვა. შენ თავსაც მიხედე მოკლედ ხო? აი 5 წელია არსად არ გავს. ჩემი გასულები იყო როგორ იცი დასვენებები. შეჯიბრზე წასვლა ზუგდიდში ან სადმე ხოში.
ხო ხდები, აი, ხო და წელს ვაპირებ, რომ ცოტათი გავახილო თვალები რა, მანქანას შევხედო, გავაკეთო. წამოვწვე მანქანაში, ვაი რა კაია ცხოვრება თქო თქვა და აი რაღაცა ეგრე რა. იმ ადამიანებს რას ეთყოდი, აი ვისაც უნდა რომ აი ეხლა მოვიდეს დრიფტში. აი მოიწადე. აი მარტო ეს მოდი ეს ჩემი სიცილი დავტოვოთ მარტო. ანუ всё, იყოს ეს აქ პასუხი. შეიძლება ყოფილიყო თქვენი ბანკის რეკლამა, სადაც ვაჰ, ჩემი. მოკლედ ხერო გისურვებ წარმატებებს, ბევრ სპონსორს, ბევრ საპრიზო ადგილს მოგებებს და რა ვიცი, გულშემატკივრობთ, გადევნებთ თვალს აქტიურად. იმედი კიდე შევხვდებით სტუდიის გარეთაც. რა თქმა უნდა, გააქტიურდით, ანუ საინტერესო რაღაცებს აკეთებთ. მათ შორის თქვენი პროექტები სხვა კუთხიდან არის ყველაფერი დანახული, განსხვავებული სტილი რო გაქვთ მომწონს და წარმატებებს გისურვებთ ასევე ბიჭებო თქვენს. მადლობა და მომავალ სეზონზე აღარ მოგვანატრო თავი. გამოჩნდი აუცილებლად. ოკეი, ეგრევე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.